ერთი დღე და საქართველოში პანდემიის ახალი წესები ამოქმედება. რეგულაციები გამკაცრებულია. ლოკდაუნი მთელი რიგი მიმართულებებით. შემდეგ ერთკვირიანი შემსუბუქება და 2 იანვრის შემდეგ ისევ დაბრუნება მკაცრ რეგულაციებზე. ათვლა 28 ნოემბრიდან იწყება. თითქმის თვენახევარი ქვეყანა საგანგებო წესებით იცხოვრებს. ახალი რეგულაციები ძირითადად ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესტორნებს და სავაჭრო ობიექტებს. მუშაობს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების ობიექტები, მათ შორის აფთიაქები და სურსათის მაღაზიები. ყველაზე მეტად შეზღუდულია 8 დიდი ქალაქი. გახსნა საახალწლოდ 1 კვირით, შემდეგ ისევ დაკეტვა და 2 კვირიანი არდადეგები თითქმის მთელი ქვეყნისთვის. ეს მოკლედ, ახლა კი დეტალურად ვნახოთ, სად რა წესები მოქმედებს, ვინ მუშაობს და ვის უწევს დასვენება. 21 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე, 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე, 6 იანვრის ღამე. მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე არ წესდება შეზღუდვა. 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს. რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. იგრძალება ფიტნეს სადარბაზოებისა და საცურაო აუზების მუშაობა. ყველა სახის ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტები ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. სავაჭრო ობიექტები გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები. სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. ასევე სათხილამურო კურორტზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 24 დეკემბერი 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყნის მასშტაბით. იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვარი 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე დასვენების დღეები. აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16 იანვარი 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა გარდა შაბათ-კვირისა. შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას, ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს, აგრარული ბაზრობის მუშაობას და სხვა. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება.